გამარჯობა, მე და გალილეო ჩიოსთან ერთად დღეს ჩიტებზე მოგიყვებით. აჰა. გამარჯობა, ჩიო. გამარჯობა. გარშემო სულ სიმწვანე იყო და ბევრნაირი ჩიტის ხმა ისმოდა. წავიქეცი. ზოგი ფიქრობს, რომ ჩიტები დინოზავრების შთამომავლები არიან და ნელ-ნელა შეიცვალნენ. აი, ეს კოდალაა, თავის ცხვირს ხეს უკაკუნებს. ჩიტების ცხვირს ნისკარტი ჰქვია. ნისკარტი. მოიცა, კოდალაზე რაღაც მეწერა. სად არის? აი, აქ არის. კოდალას ტყის ექიმს ეძახიან, იმ ხეებს ეხმარება, რომლებიც ცუდად არიან. როცა ხეს უკაკუნებენ, სასარგებლო საქმეს აკეთებენ, მაგრამ ექიმებივით არ აცვიათ. ეს ჩიტის ბუდეა. ბუდეს ჩვენ თვითონ ვაშენებთ ბუდეს. ლოკომოკო, იცოდი რომ ბუდეს სახლივით სხვადასხვა ოთახი აქვს. ამ მერწყლის ბუდეში ყველა შვილს თავისი ოთახი ჰქონია. ჩვენ კი გვეგონა, ჩვენი ჩიო მარტო დაფრინავდა და ჭიკჭიკებდა. სახლსაც ვაშენებთ და საჭმელიც მოგვაქვს. ორივეს ვაკეთებთ. ყველაზე პატარა ჩიც. კოლიბრი. ხო, კოლიბრი ჰქვია. აი ეს ხმელნისკარტა კოლიბრია. ნისკარტი უფრო გრძელი აქვს ვიდრე ტანი. და ყველა ფრინველზე ნიჭიერია. ლოკომოკო, იმ ფრინველს რა ჰქვია? თავზე თმას რომ შლის და კეცავს. ოფოფი. განსხვავებულად აქვს თავზე თმა, ხან გაშლის და ხან დაკეცავს. გამახსენდა, სავარცხლიანი ოფოფი. ფრინველია, მაგრამ სავარცხელივით აქვს თავზე ბუმბულები. მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩიტების ამბები. თქვენც მოგვიყევით საინტერესო ისტორიები. და მე ჩავიწერ, რომ უფრო მეტი ვიცოდე. გალილეო, შენ კი მაწონსა და იოგურტზე დაგპატიჟებ. ძალები გჭირდება ახალი თავგადასავალისთვის. შეხვედრამდე. პაკა.